თელავში სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. პროცესში ჩართულები არიან მოხალისეებიც. ამ დროისთვის ქვაღორღისგან გაწმენდილია ალაზნის გამზირი, სადაც გუშინ გადაადგილება შეუძლებელი იყო. ნაპირ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად ადიდებული ხევი უკვე კალაპოტს დაუბრუნდა. აქტიურად მუშაობს სპეციალური ოპერატიული შტაბიც. ადგილზე ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარეც მივიდა. ჟანა დიდებაშვილი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ჟანა, გისმენთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ იქ სადაც ეპიცენტრია გუშინდელი სტიქიის შემდეგ ეს არის კავკასიონის ქუჩა, სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა აქ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იგი ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს და მოისმინა ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. შალვა პაპუაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც სტიქიის პირველივე წუთებზე მობილიზება მოახდინეს ტექნიკის, ადამიანური რესურსის და პირველივე წუთებიდან დაიწყო ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება ჩართულია სტიქიის რეაბილიტაციის საკითხებში და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ ეს ისტორიული ქალაქი მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება, როგორც შენ აღნიშნე, ტექნიკამ დილიდან განაახლა მუშაობა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკვე ჩართულია ცოცხალი ძალაც და იქ სადაც ტექნიკა ვერ ახერხებს მისვლას და გაწმენდითი სამუშაოების წარმოებას, იქ მუშაობს ცოცხალი ძალა დილიდან. თელავში დასახმარებლად მობილიზებული იქნა კახეთის 8-ვე რაიონიდან მოხალისეები, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები. მათ რამდენიმე საათის წინ შემოუერთდა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების საკმაოდ დიდი არმია, როგორც ჩვენთან საუბარში მოხალისეები აცხადებენ, ისინი დაეხმარებიან მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში, გაწმენდით სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას და ქალაქში დარჩებიან იმ დრომდე, ვიდრე ეს საქმეს დაჭირდება. ვიმყოფებით ახალგაზრდებთან ერთად სტიქიის ზონაში, სადაც ხედავთ უკვე დაახლოებით გზის ნაწილზე გამწვედის სამუშაოები დასრულებულია. ჩვენ უშუალოდ მოსახლეობასთან, ვისაც აქვს პრობლემა სადარბაზოებთან, მაღაზიებთან, ასე შემდეგ, ახალგაზრდული ორგანიზაცია ვიმყოფებით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ მათ ეს სიტუაცია, რასაც ახლა ვხედავთ. ახალგაზრდებმა, მეგობრებმა, გადავწყვეტეთ, რომ ერთობლივი ძალებით ჩამოსულიყავით და ჩვენი ქვეყნის საყვარელ კუთხეს დავდგომოდით გვერდში ჩვენი ფიზიკური შრომა. მასშტაბური სტიქია მოხდა თელავში, ფაქტობრივად როგორც აჩვენა შედეგებმა კვლევებმა, რამდენიმე საათში თელავისთვის თვის ნორმა ნალექისთვის ნორმის 85% მოვიდა, რაც თავისთავად უკვე აჩვენებს თუ რა მოცულობის სტიქიასთან ჰქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ვარცობისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე. თქვენ ნახეთ პირველადი კვლევამ რაც აჩვენა, არის ის, რომ სწორედ ვარცობ დამცველებმა შეაკავეს, დამცავმა ნაგებობმა შეაკავეს ხეების, მორების და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ვარცობმა სამ ჯებირს. ვაკვირდებით ჩვენ, რომ ბოლოსში არის გასული ძირითადი სამუშაოები. მოყვება, რა თქმა უნდა, დაწმენდა ყველა იმ შენობისა, რომელიც დაზიანდა. ზიანიც იქნება აღნუსნული და შესაბამისად სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს. ქვაღორღისაგან ფაქტობრივად გაწმენდილია ყველა ის ქუჩა, რომელიც დაფარული იყო გუშინ სტიქიის შედეგად მდინარის მიერ მოტანილი ქვაღორღით. ამ წუთებში ტექნიკა მობილიზებულია იმ ადგილზე, სადაც ქალაქის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა ხიდი და სტიქიის შედეგად დანგრეულია. სამუშაოები გაგრძელდება გვიან ღამემდე. რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე, ცოცხალი ძალის ჩართვას სარეაბილიტაციო სამუშაოებში და გაწმენდით სამუშაოებში, ხვალ გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში. მადლობა ჟანა დიდებაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.